ეს არის ფასანაურის მანქანების სასაფლაო, სადაც ძალიან ბევრი ანტიკვარული მანქანაა და ავტომობილების მფლობელი ექიმი ჯიმშერ პატაშურია. ის ძველ მანქანებს 20-მდე წელია აგროვებს. სამწუხაროდ ავტომობილები ღია ცის ქვეშ არის განლაგებული და ცხადია ზიანდება. ამ ადგილას დაახლოებით 2 წლის წინ ვიყავი და როგორც მე პატრონემ მითხრა, არც ერთი მათგანის გაყიდვას არ აპირებს. არადა რამდენიმე კოლექციონერმა სურვილი გამოთქვა, რომ ავტომობილები 30,000 და 40,000 დოლარად შეეძინა. თუმცა ამის მიუხედავად მე პატრონეს გაყიდვა არ სურს. აქ ნახავთ როგორც ამერიკულ, ისე საბჭოთა ავტომობილებს. ეს ამერიკული ბუიკია, ეს კი 1938 წელს გამოშვებული Opel კაპიტანი. ავტომობილი ქართულ ფილმ ჭრიჭინაშია გადაღებული. ეს არის 1921 წელს გამოშვებული ამერიკული Ford, რომელიც ჯარისკაცის მამაში გადაიღეს. ეს კი 1931 წელს გამოშვებული Opel Admiral. ეს არის პეჩეკვეთით დამზადებული პაბედა, ბრონირებული მოდელი. ავტომობილის მინაზე სტალინის სახელია გრავირებული. სწორედ ამ ავტომობილში სთავაზობდნენ კოლექციის მეპატრონეს $30,000, მაგრამ გაყიდვაზე უარი თქვა. ეს BMW-ს პირველი გამოშვებაა. ავტომობილების მოდელების შესახებ ინფორმაცია თავად მეპატრონემ მომაწოდა, ამიტომ თუ რაიმეს არასწორად ვამბობ, შემისწორეთ.